Ნელის რეზიდენციასთან სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადგილზე შეკრებილებს შეხვდა, მის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს მიესალმა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგ უკვე მცხეთაში გადაინაცვლა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას დაესწრო. დავით კობიძე გვერდდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. სწორედ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ჩატარდა დღეს პარაკლისის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც გადაიხადა არქიმანდრიტმა ილია კავსაძემ. მან საკუთარ ქადაგებაში უპირველესად მადლობა გადაუხადა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს დღევანდელი დღისთვის და ისაუბრა იმ როლზე, რომელიც აქვს სალომე ზურაბიშვილს იმ პროცესების ფონზე, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში თითქმის ერთი თვის განმავლობაში არქიმანდრიტმა ილია კავსაძემ, მათ შორის პარალელი გაავლა ისტორიულ მოვლენებთანაც და თქვა, რომ ქალ ლიდერებს ყოველთვის ჰქონდათ გადამწყვეტი როლი ქვეყანაში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის და სწორედ სალომე ზურაბიშვილი არის ის პერსონა, ის ადამიანი, რომელსაც ექნება და აქვს ფუნქცია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა. მან თქვა, რომ დღეს საკუთარი განაცხადი ხალხთან მან უკვე გააკეთა, ამიტომ დანარჩენი გეგმების შესახებ უფრო დეტალურად ხვალიდან გააცნობს საზოგადოებას. აი გეტყვით ხვალიდან, გეტყვით ყველაფერს. დღეს დამთავრდა დღევანდელი დღე. მე ნებსით უნებლიეთ ახსენდება ყუთლუ ასლანის აჯანყება 20 წლიანი ბრძოლის შემდეგ, რომ მშვიდობით დამთავრდა. მე ადრეც მithქვავ და ეხლაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ღვაწლი იმაში, რომ მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი, იყო თამარის დამსახურება. ქალისა, მეფისა, რომელსაც განსაზღვრა, რომ ომი სახელმწიფოში მოქალაქეებს შორის, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის არ არის დაშებული რა ამოცანა და რა მიზანი უნდა იყოს. თავარია იყოს მშვიდობა, განაცხოვრება, სიყვარული. აზრთა წინააღმდეგობა, აზრთა ჭიდილი უნდა იყოს და სწორედ აზრთა ჭიდილში იზრდებოდა ჩვენი სამშობლო საქართველო. ამით ვარ ჩვენ ძლიერები, რომ შეგვიძლია ვიცხოვროთ, ვიყოთ, ვიდაოთ და მოვძებნოთ ის ჭეშმარიტება, რომელიც უფალთან ჩვენთან, იესო ქრისტესთან მიგვიყვანს. უღრმესი მადლობა პრეზიდენტ დღევანდელი დღისათვის, მადლობა ყველას, ვინ ჩვენთან ერთად არის, მადლობა ვინ ჩვენთან ერთად ლოცულობს. სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმის შესახებ ჩვენ ხვალიდან უფრო დეტალურად გვეცოდინება, თუმცა პრეზიდენტის მიერ განაცხადი უკვე გაკეთებულია, ვიცით რომ ის შეხვდება საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელს, გავა რეგიონებში, შეხვდება მოსახლეობას და იბრძოლებს მთავარი მიზნისთვის, რაც არის ის, რომ რაც შეიძლება მალე სწრაფად და დაუყოვნებლივ ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი.